მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის წარმდგენი არის კარაფს მედლაინი და ჩვენი სტუმარი არის ძალიან საინტერესო ადამიანი, კარაფს მედლაინის გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი, ქალბატონი მადონა ჯუხელი. ეს არასრული ჩამონათვალია თქვენი რეგალიების, უბრალოდ ძალიან გრძელი იყო და აი რაღაც ესე დავიყვანე მაქსიმალურად მინიმუმამდე ჩემი მცდელობით. ესე ორი სიტყვით ვიტყვი, რატომ არის აქტუალური თქვენი სტუმრობა ჩვენთვის, იმიტომ რომ პადელს ყავს უკვე ესეთი საკმაოდ ძლიერი კომუნა, რომელიც მუდმივად არის დაკავებული სპორტით, თამაშობენ აქტიურად პადელს და გარდა პადელისა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. და უკვე რაღაც ბევრი ადამიანისთვის არის ყველაფერი აქტუალური და მნიშვნელოვანი და ამას რა თქმა უნდა თან ახლავს ძალიან ბევრი მითები, ცრუ ინფორმაცია, რაღაც გავრცელებული რაღაც აზრები, რომელიც ზუსტად არავინ არ ვიცით რა შეესაბამება სიმართლეს და რა არა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენარი პროფესიონალისგან მოვისმინოთ რა არის დღეს საერთაშორისო სტანდარტი და ნორმა და რა არის თქვათ რეკომენდირებული, რომ ესე ჩვენმა კომუნის წევრებმა თქვათ ეს ყველაფერი გაითვალისწინონ. და პირველი გავხსნი ზოგადი კითხვით რა სარგებელი აქვს რეგულარულ ვარჯიშს და რა დოზით არის რეკომენდირებული რომ ადამიანები რეგულარულად ვარჯიშობდნენ. პირველ რიგში მოგესალმებით, ნამდვილად კარგი წამოწყებაა. რომ სპორტის როლი ცხოვრებაში უდიდესია. ეს იქნება ქალის თუ მამაკაცის ცხოვრებაში. და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულად ჩვენი ჰორმონალური ბალანსი პროპორციულია ჩვენი ფიზიკური დატვირთვის, კვების და ძილის. რადგანაც ადამიანი არ შეიქმნა თავიდან, როგორც არის ისტორიულად, რომ ვიყოთ ვიჯდეთ და ისე მოვიპოვოთ საკვები. ჩვენ ფიზიკურად ვაქტიურობდით, ანუ დატვირთული ვიყავით იმისთვის, რომ მოგვეძია ჩვენი საკვები და ამით გვეცხოვრა. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ისე აღარ არის, დატვირთული გასაგებია ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ის დრო, რომ კვირაში სამჯერ შეგვიძლია დავტვირთოთ ჩვენი ფიზიკური სხეული და ჩვენი ჯანსაღი ცხოვრებით მოვიტანოთ, რომ ვიყოთ მეტაბოლიზმი, ჰორმონული, ეს ყველა ის თემა, რომელიც დღეს შეეხება ქალს თუ მამაკაცს, ესე იგი რეპროდუქციაზე ვისაუბროთ, იყოს აუცილებლად დალაგებული, რეგულარული და ბევრ ექიმებთან აღარ ვიაროთ. აი ხან ქალები და კაცები ახსენეთ, ესეც საინტერესოა, რამდენად არის განსხვავება ქალებს და კაცებს შორის აი დატვირთვის თვალსაზრისით და რამდენად თქვათ სასარგებლო არის როგორც ქალებისთვის და კაცების სექსუალური და თქვათ რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის ფიზიკური აქტივობა. რა თქმა უნდა, განსხვავებულია პირველ რიგში მისი აგებულებიდან დაწყებული, მისი კუნთოვანი მასიდან. ის რომ ჩვენი ფიზიკური დატვირთვა ქალის და კაცის განსხვავებულია. მაგრამ ის რომ ქალი იჯდეს და მარტო მამაკაცმა იაქტიუროს და ფიზიკური აქტივობით იყოს დატვირთული, ეს მითია. ანუ კი ზედმეტი გადატვირთული ვარჯიში არის უარყოფითი. არა მარტო ქალზე, კაცზეც. ასე რომ ზომიერი და ინდივიდუალური შერჩეული მნიშვნელოვანია, ასე რომ გავყოთ ქალი და მამაკაცი, მაგრამ სრულფასოვანი, სწორი, ინდივიდუალური ვარჯიში კუნთოვანი მასასთან და ასაკთან მიმართებაში არის აუცილებელი. აი თუ არსებობს რამე მინიმალური ზღვარი, რაც არის რეკომენდირებული, რომ აი მაგალითად კვირაში რამდენიმე საათი ადამიანი უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური. თუ არსებობს ესეთი. რა თქმა უნდა, ესეც არის ჯანმოს რეკომენდაციით, ეს არის 150 წუთი კვირაში. Ну, რა თქმა უნდა, ეხა ეს ძალიან ინდივიდუალური ადამიანის კიდევ ამბობ ჯანმრთელობიდან გამომდინარე, კვებიდან გამომდინარე, თუ არის სპორტსმენი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ის მინიმალური ზღვარი და კიდევ ამბობ, რომ როდესაც ლაპარაკობთ ხანგრძლივ ვარჯიშებზე, ეს ხანგრძლივი ვარჯიშების მოიაზრება როგორ? თუ მაგალითად ჩვენ გაგონებთან ვამბობთ, რომ აი ვარჯიში 1 საათი იყოს საათ ნახევარზე ლაპარაკი, ხო? ესეც უნდა იყოს ზომიერი.
ანუ გადატვირთული ვარჯიშები დღევანდელ დღეს ითვლება, რომ არის ასეთი მცნება სპორტსმენი ქალების ტრიადა, სადაც თუ გადატვირთულ ვარჯიშებზეა ლაპარაკი, ის შეიძლება ზიანით კი მოაყენოს მის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ანუ რითი გამოვლინდეს ეს? გამოვლინდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევით, ოვულაციის დარღვევით და რა თქმა უნდა ცხოვრების ხარისხის გაუარესებით, იმიტომ რომ ენერგიის დეფიციტში გადავიდეს ორგანიზმი. ანუ აქაც უნდა იყოს ბალანსი დაცული. შემდეგი კითხვა მინდოდა ყოფილიყო, რა არის ძირითადი შეცდომები, რასაც ვარჯიშის დაწყებისას უშვებენ და ეხლა თქვენი ნათქვამიდან გამოვიტანეს, რომ ერთ-ერთი ალბათ არასწორი დოზა ვარჯიშის, თქვა კიდე რა შეიძლება იყოს? აი ენერგიის დეფიციტამდე არ უნდა მიხვიდეთ. ანუ სტრესი არ უნდა იყოს ეს თქვენთვის, ეს თქვენთვის უნდა იყოს სასიამოვნო ორგანიზმს უნდა მოусმინოთ. და რა თქმა უნდა, ვინც გავარჯიშებთ, ეს იქნება ტრენერი, უნდა იყოს პროფესიონალი ამ საქმეშიც. და რატომ არის რომ საჭირო ანკეტირება, ანუ ორგანიზმი უნდა იყოს შესწავლილი იქამდე. ეს უნდა იყოს მისი მარტივად, ანუ სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, იქ ვიტამინები, მინერალები, ეს ყველაფერი რო შესწავლილი აქვს და რა თქმა უნდა პაციენტის, ანუ არა პაციენტის, არამედ თქვენთან მოვარჯიშე ადამიანის პირადი მოცემულობა უნდა გქონდეთ. აი ამ ყოველივეს გათვალისწინებით უნდა ძვალსახსროვანი სისტემის ჯანმრთელობა. ეს ყველაფერს რო გაითვალისწინებს ტრენერი და თუნდაც იმ ჯგუფის, რომელსაც ის ვარჯიშობს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ არ იქნება ის ჩავარდნები, რომელსაც ქვია დავიწყე ვარჯიში და აი ვეღარ შევწელი. ან პირიქით დავიწყე ვარჯიში და იქ დამერღვა მენსტრუალური ციკლი, იქ აღარა ვარ კარგად, ოვულაციაში აღარ შედის საკვერცხე. ეს ყოველივე თემა იქნება მინიმალურად დაყვანილი, რომ სწორად მიდგომა ინდივიდუალური მიდგომით. რამდენად არის მნიშვნელოვანი კვება ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ? იმიტომ რომ მე მაგალითად როცა ვარჯიში დავიწყე, მაშინ იყო რომ ვარჯიშის მერე არ უნდა ვჭამოთ, მერე იყო რომ უნდა ვჭამოთ. აი ძალიან ბევრი განსხვავებული აზრები არსებობს და აი კვებასთან და ვარჯიშის შორის რა მიმართება? არის ახლა კვებას როგორც ასეთი ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის სამჯერადი კვება და ხემსი 1 ან 2. რა თქმა უნდა, ახლა როცა დატვირთულია, ახლა კვების პატერნი რა არის? ზომიერი, ბალანსირებული კვება. ეს იქნება ვარჯიშამდე ორგანიზმსაც მოусმინოთ, რა სიამოვნებს მე. ახლა რო გავდივარ სახლიდან და 4 საათი მე იქამდე ავდექი დილას, ვარ მშიერი, მე მივდივარ ვარჯიშზე, იქაც რა თქმა უნდა დატვირთვა, ჩემი ენერგეტიკულ დეფიციტში გადადის ორგანიზმი. ასე რომ ზუსტად მოზომილი ვარჯიშამდე, ვარჯიშის შემდეგ ეს არ არის თემა. თემა არის რომ ვიკვებოთ სრულფასოვნად, ბალანსირებულად, დღეში 3ჯერ და 1 ან 2 ხემსი ჩავდოთ. მათ შორის წყალი, ანუ არ გქონდეს ქრონიკულად კვებით შორის დარღვევები, ანუ რასაც სუსნაობას უძახით. ბალანსი ნიშნავს, რომ თებში, რომელსაც თქვენ იქნება ცილა, ეს უნდა იყოს აუცილებლად ცხიმიც, უნდა იყოს ბოჭკო, ანუ უნდა იყოს სრულფასოვანი უჯრედისი, რა თქმა უნდა. და კვებამდე, ანუ თქვენ როგორ ძანეთ, ანუ ვარჯიშამდე, რატომაც არა, იყოს ვარჯიშამდე. თუ ეს რა თქმა უნდა საზომი ერთეული ამ 1 თებშის არ იქნება 2 თებში. ასე რომ, მაგრამ მე რო წავიდე ვარჯიშზე, იმიტომ ვიდივარ ვარჯიშზე და იქამდე მე მშიერი ვიყო და 4 საათი, 5 საათი და გადავარდე ორგანიზმი გადავარდეს ჰიპოგლიკემიაში, ანუ შაქრის ვარდნაც იყოს, მე ჩემი ვარჯიში აღარ ჩემი ჯანმრთელობისთვის არ იქნება კარგი. ასე რომ, აქაც ბალანსი. როგორც თებშის ბალანსი, ისევე მისვლა მოსვლის ვარჯიში. აი ხა თქვენ წყალი ახსენეთ და რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ ყველა დღეში 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ? რამდენად არის ეს? ხო, ეს ნამდვილად მითია, რომ ჩვენ 2 ლიტრი უნდა დავლიოთ. დამოკიდებული ამინზე, ხა მაგალითად დღეს მე წყალს დავლევ ცოტა მეც, იმიტომ რომ ვარ ცხელა. შესაბამისად, ჩემი ჯანმრთელობას და ჩემი თუნდაც საშარდე გზების მდგომარეობასაც არის მნიშვნელოვანი. და რა თქმა უნდა, კიდევ როგორც მე ვთქვი, ეს არის კვების შორის უნდა შეავსო წყალი, არა გაზირებული წყალით, არა ტკბილი წყალით, არამედ აი ეს მარტივი
გემრიელი ქართული წყალი და რაც შეეხება რაოდენობა, როგორც გითხარით, არის საკვებიდან გამომდინარე, რამდენ საკვებს ვიღებ, ჩემი წონით გამომდინარე, ჩემი სიმაღლე, წონა და დაუკვირდეთ გამოყოფილ შარდს. შარდი თუ არის მუქი, ესე იგი ჩვენ გვაქვს დეფიციტი წყლის. ამ დროს აუცილებლად შეავსეთ წყალი. რა თქმა უნდა, ახლა თუ შარდს სუნიაკ და პლუს კიდევ არის ფერი სხვა, აქ უკვე ექიმის ჩართულობაც საჭირო და არა მარტო წყალის დალევა, მაგრამ მნიშვნელოვანია შარდის ფერი. იგივე კითხვა მექნებოდა ძილთან დაკავშირებით. რამდენად ყველა ადამიანისთვის რეკომენდირებულია 7-8 საათი ძილი? აი თუ არის ეს რაღაც ოქროს წესი თუ ესეც ინდივიდუალური? ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ჩემ პაციენტს უთქვა, რომ მე იცით რა, მე მძინავ 7 საათი. ოკეი, მაგრამ რომელ საათზე იძინებ? თუ ჩვენ ვიძინებთ ღამის 3-ზე, 4-ზე და 7 საათი მძინავს, ეს არ არის ჯანსაღი ძილი. ძილი არის ასეთი, მე არ შემიქმნია, ბიოლოგიური რიტმი ყველა ადამიანისთვის არის, ერთნაირი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც არის, დავიძინე დღეს და გავიღვიძე ხვალ. აქედან გამომდინარე, მე რა მყოფნის, შეიძლება მე მყოფნის 8 საათი, შეიძლება 9 საათი, მაგრამ ყველაზე მთავარია დავიძინოთ არა უგვიანეს 11 საათისა, ნუ კარგით იყოს, მაგრამ დღეს დავიძინოთ, მაგრამ ხვალ გავიღვიძოთ. და ყოველთვის იცოდეთ, რომ ჯობია საქმე გავაკეთოთ დილას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს უთქვია, რომ მე იცი ღამე არაპროდუქტიული ვარ ამ პირიქით. პროდუქტიული ადამიანი სამწუხაროდ მისი ბიოლოგიური რიტმიდან და ჰორმონალური დისბალანსი იწყება მარტო მაშინ, როცა ჩვენ ვიძინებთ გვიან. ეს არის სტრესი, მაგრამ მე დღეს გავუმკლავდი სტრესს. ხვალ ჩემი ორგანიზმი კომპენსაციას ახდენს, მაგრამ ხვალ და ზეგ და უკვე ასაკთან მიმართებაში რა არის ასაკი? ასაკიც ინდივიდუალურია, უკვე ვეღარ ახდენს. ანუ კომპენსაციას შესაბამისად თუ ჩვენ გუშინ როცა ვიყავით 18 წლის ასაკში და დღეს ვართ 35-ის, ამ კომპენსაციას ორგანიზმი ვერ ახდენს. ასე ბიოლოგიურ რიტმს მოусმინეთ. ის რო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს დავიძინეთ, ხვალ გავიღვიძეთ. შემდეგი კითხვა იქნებოდა, რამდენად რეკომენდირებული არის ორსულებისთვის ვარჯიში? თუ თქვათ მანამდე ისედაც ვარჯიშობდნენ. რა თქმა უნდა, თუ ქალბატონი არის ორსულად და არის ჯამთელი, მისი ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ეს არის მცირე მენჯის სისხლის მიმოქცევა, ეს არის სიმსუქნის თავიდან აცილება, ანუ როდესაც ისედაც ორგანიზმი ფიზიოლოგიურ ინსულინორეზისტენტობით არის, ხო, ამ ეტაპზე ორგანიზმი რატო არის ასე? იმიტომ რომ მან უნდა გაზარდოს ნაყოფი და შესაბამისად მეტად მოწყვლადია, რომ თუ მე ჩვენ არ ვართ ფიზიკურად აქტიური, წონა მატულობს. რისკია გესტაციური დიაბეტის. ასე რომ ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია და თუ რამე, რა თქმა უნდა, რაღაც პათოლოგიებია, პრობლემებია, რა თქმა უნდა, ექიმთან შეთანხმებით. და აქაც ინდივიდუალური. და აი, მაგალითად, როდესაც თქვათ ადამიანი თამაშობს რაღაც კონკრეტულ სპორტს, ან არის სპორტით დაკავებული, როგორ უნდა მიხვდეს, რომ უნდა გაჩერდეს, აი რომ ტრამვის რისკია, თუ არსებობს რამე ესეთი ნიშანი, აი რომ იმიტომ რომ ხშირად ვაწყდებით ისეთ პრობლემას, რომ აი არ ჩერდებიან და მერე უცბად ტრავმა არის და უკვე უფრო მძიმე შედეგებს ვიღებთ. მე ტრიადაზე მოგიყევით, რომელიც დღეს ძალიან აქტუალური გახდა. წარმოიდგინეთ, ეს არის შეფარდებითი ენერგიის დეფიციტი. Relative energy deficiency in sport. აი ზუსტად ეს არის ტრიადა. რას ნიშნავს ტრიადა? ესე იგი გოგონებზე ვლაპარაკობ, ეს არის მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ხანდახან გადავდივართ ამენორეაში, ანუ მენსტრუაცია როცა არ მაქვს. გვაქვს ოვულაციის დარღვევა, ანუ ოვულაციაში აღარ შედის საკვერცხე და განაყოფიერების პრობლემაა და მესამე არის ოსტეოპოროზი. ანუ ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, ჩუმი აისბერგი. როდესაც შემდგომში ვიღებთ მოტეხილობას, ანუ სტრესით განპირობებული მოტეხილობები. აი ეს უკვე არის გვიანი გამოვლინება, ის რომ დაუკვირდეთ ჩვენ ენერგიებს, ჩვენ თუნდაც მენსტრუალურ ციკლს, ეს გოგონებზეა კიდევ ლაპარაკი, პერიოდულად გავაკონტროლოთ ოვულაციაც და თუ ვხედავთ, რომ მაინც გადატვირთული ვარჯიშებით ვართ, გავაკეთოთ ქვია ასეთი მინერალური სიმკვრივის გამოკვლევა ძვლის და გავაკეთოთ
არის რამე უკვე პრობლემები, ამას დენსიტომეტრია ქვია. თუ არა. თუ ხედავთ რომ უკვე საზღვარზე ვართ, გავჩერდეთ, გარკვეულად გავჩერდეთ, არ ნიშნავს რომ დავჯდეთ სახლში და ვიწვეთ, მაგრამ ზომიერება აქაც დავიცვათ. ბოლო კითხვა იქნებოდა, რომ თქვენ პაციენტებს, ასე ვთქვათ, ჩვენ მაყურებლებს, რას ურჩევდით, ვინც ვარჯიშს იწყებს, ან ფიზიკური აქტივობის დაწყებასთან დაკავშირებით, რა რჩევებს აძლევთ ხოლმე და ვთქვათ, ეხლა რა რჩევას მიცემდით? აუცილებლად მივცემდი რჩევას, რომ ამოიჩიეთ თქვენთვის საყვარელი ვარჯიშები, თუნდაც თქვენი სპორტი, მე რასაც უყურებ, რომ ძალიან ისეთია სასიამოვნოა, პლუს ამავდროულად ყველა კიდური მუშაობს მთელი აბსოლუტურად ყველა კუნთი და ძალიან ისეთი დატვირთულიც არ არის იმისთვის, რომ ეს არ არის მძიმე ვარჯიშები, ასე რომ ერთ-ერთი კარგი სპორტია, დღევანდელი დღიდან მე ამას აუცილებლად ვიტყვი, იმიტომ რომ ვამბობ ხოლმე გოგონებთან იცეკვეთ, ქართული ცეკვა კარგია, იმიტომ იქ ყველაფერი მუშაობს და მოусმინეთ თქვენ ორგანიზმს, დაიცავით ბალანსირებული კვება, მოერიდეთ მარტივ ნახშირწყლებს, მოერიდეთ და იკვებეთ ბალანსირებული ცილოვან, ნახშირწყლოვანი კვებით და დაიძინეთ ადრე. გაიღვიძეთ ადრე, დაიძინეთ ადრე და გიყვარდეთ ცხოვრება, ყოველდღიური ცხოვრებით იცხოვრეთ დღეს და დღეს არის ბედნიერება. და ერთმანეთს მოვეფეროთ და როდესაც იწყებთ ვარჯიშს, ჩემი რჩევა მინიმალური, ეს არის კლინიკური ლაბორატორიული კვლევები, რომელსაც ჩაიტარებთ იმისთვის, რომ სპორტს კი არ დააბრალოთ პრობლემა, არამედ თუნდაც ცოტა ზედმეტ ენერგიას გადატვირთულ ვარჯიშს, მაგრამ იქამდე გეცოდინებათ, რამდენია თქვენი რკინა, რამდენია ფერიტინი, როგორი ვიტამინებია, რა ჰორმონალური ბალანსი გაქვთ, რომ თქვენმა ტრენერმა და ფედერაციის პრეზიდენტმა სწორად შეგირჩიოთ თქვენი დატვირთვა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და იმედია კიდე შევხვდებით კორტებზე, ან არ ვიცი, სხვა ნებისმიერ მე მოვალ თქვენთან აუცილებლად, და როგორც ვიცი, ჩოგბურს თამაშობდით და ჩემი აზრით ძალიან გაგიმართივდებათ პადელის თამაში. დავიწყოთ. ჩვენ დავიწყოთ. მე კიდევ უთხრათ ჩვენ ქალბატონებს, თუმე როგორია ვარჯიში ჩემ ასაკში. კი ბატონო, დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე. იმედია გაითვალისწინებთ ჩვენ რჩევებს, ქალბატონი მადონას რჩევებს ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებით.